შემთხვევით ხორდაგიტრენინგებიათ ვინმეს გუშინ ეს განსხვავებული number of query-ებით. ხო, თუ მე რა შევხედე ახლა ლექციების სიას კი არა და კალენდარს მარტის ბოლომდე არ გვაქვს ლექცია და თუ თქვათ თუ ვინმე გაატრენინგებთ ამ კითხვები გქნებათ Discord-ზე არ ვარ ხშირად და ამ Facebook-ზე რომ მომწონთ LinkedIn-ზე თუ ვინმე შეგვიძლია განვიხილოთ შედეგები. ან მე Discord-ში შემოვა რა. უბრალოდ ხშირად არ ვხსნით. ხო. აი, დღეს გვაქვს Masked Former-ის paper-ი, Masked Former-ის არქიტექტურა ძალიან გავს D3-ის არქიტექტურას, ანუ გუშინაც გავიარეთ. და ბევრ რაღაც თვისებას შეერებს, როგორც არის მაგალითად Hungarian Match-ის გამოყენება. მაგალითად. და თვითონ არქიტექტურაც ძალიან მსგავსი არის. ფაქტობრივად Masked Former-ი არის რაღაც დაშინება ზემოდან D3-ის ნაშრომზე. ხო. თეორიაში Masked Former-ი დღესდღეობით არის state of the art მოდელი სეგმენტაციაში. აი და აქაც ჩანს ამ თვითონ paper-ი ძველი არის, 2022 წლის არის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც ახალი paper-ები მინახავს, მაგალითად Dino 3-ის paper-ში, Dino 3-ის backbone-ს რაც იღებენ და შემდეგ ადგამენ ისე Masked Former-ის heads. და ხო, როგორც ჩანს, ანუ თვითონ Masked Former-ის ტრენინგით შემდეგ შეგვიძლია რომ სეგმენტაცია გავაკეთოთ, instant სეგმენტაცია ან panoptic სეგმენტაციას გავაკეთოთ. ანუ ერთი არქიტექტურით ფაქტობრივად სამივე tasks-ის გაკეთება შეგვიძლია ფაქტობრივად. და ხო, benchmark-ებიც არის ნაშრომები, რომ აცილებით უკეთესი არის ვიდრე თქვათ წინა არქიტექტურები გარკვეულ task-ებზე. 0.7 შეიძლება დააღერდეს, მაგრამ როდესაც ვალიდაციის სეტი საკმაოდ დიდი არის, ამ დატასეტებში დიდი ვალიდაციის სეტი არის, ეს 0.7 და 0.6 საკმაოდ დიდი არის, და Panoptic-ზე გაცილებით უკეთესია ვიდრე სხვა არქიტექტურები. კაი. ეხლა მე ამოწერე რაღაც თავარი ნაწილები. პირველ რიგში გავიარეთ არქიტექტურა. High-level არქიტექტურა არის ეს. ესე იგი, გვაქვს რაღაც backbone-ით ვაკეთებთ image feature-ების, ანუ სურათთან feature-ების ამოღებას. D3-ის შემთხვევაში თუ გქონდა რაღაც კონვოლუციური ნეირონული ქსელი, ამ შემთხვევაში თუ სწორად მახსოვს, swings იყენებენ backbone-ზე. ასევე ასე ვთქვათ, ახალ არქიტექტურებში, სადაც Masked Former-ი არის გამოყენებული, Dino 3-ზე არის backbone-ი გაკეთებული და Dino 3-ის GitHub-ს თუ ჩახედავთ, კოდს თუ ჩახედავთ, იქ ნახავთ Masked Former-ის არქიტექტურასაც სეგმენტაციისთვის. ხო, ანუ გვაქვს backbone-ის მთავარი მიზანი არის, რომ სურათებიდან feature-ები ამოვიღოთ. შემდეგ გვაქვს pixel decoder-ი. Pixel decoder-ის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ჩვენ რა გვინდა ხო? ჩვენ გვინდა რომ სეგმენტაციის მასკები იყოს pixel perfect თუ არა, but edge-ებზე ძალიან კარგად აკეთებდა სეგმენტაციას, ხო? იმიტომ რომ ვთქვათ, რომ დავფიქრდეთ სეგმენტაციის მასკები შემდეგ როგორ გამოიყენება, ერთ-ერთი გამოყენება არის მაგალითად diffusion მოდელებში, რომ სეგმენტაციის მასკს მოვდებთ რაღაცას, თქვათ ადამიანს და შემდეგ იმ painting-ს ვაკეთებთ. ან რაღაც მსგავს. და სეგმენტაციის მასკი თუ ასე ვთქვათ, pixel perfect არა, მაგრამ კარგად ანუ edge-ებზე ცუდი performance-ი თუ აქვს, თვითონ diffusion მოდელიც ვერ შეძლებს რომ ისეთი სურათი დააგენერიროს, რაც ასე ვთქვათ, ცუდ სეგმენტაციას გულებელობს. ხო, ან ესაც მოვაყოლე ახლა, ან pixel decoder-ი რისთვის გვაქვს. Pixel decoder-ი არის იმისთვის, რომ ჩვენი backbone რაღაც feature maps აბრუნებს,
ის feature map-ი რამდენიმე scale-ი კონდეს, ხო? იმიტომ რომ დაუფიქრდეთ, როდესაც სეგმენტაციას ვაკეთებთ. შეიძლება სურათზე იყოს ერთი ობიექტები, რომლებიც არის დიდი მოცულობაში, ხო? ან per pixel-ებს ფარავდეს სურათზე და შეიძლება ობიექტი იყოს, რომელიც ძალიან პატარა არის, მაგალითად ისევ რაღაც ადამიანების და მოდის მხრივ თუ აკეთებ სეგმენტაციას, რომ დაუფიქრდეთ მაგალითად საყურე, ხო? საყურე არის რამდენიმე 0.რაღაცა% მთელი სურათის პიქსელების, ხო? და თუ თქვათ ჩვენი feature map-ი იმდან შევკუმშეთ, რომ თქვათ 8-ჯერ compression-ი ქონდა, 11-ჯერ compression-ი ქონდა, საყურის სეგმენტაცია ძალიან გართულდება. საყურე პირობითად ვამბობ, ნებისმიერი პატარა აიტემი რო აიღოთ, გართულდება მაგის სეგმენტაცია. ან pixel decoder-ის თავარი აზრი აქ არის, რომ კონდეს რამდენიმე feature map-ი, ჩვენი სურათის feature-ების, რომ პატარა feature map-ი უფრო დიდი მოცულობის ობიექტებს გამოსახავს და დაიჭერს და უფრო დიდი feature map-ები კი უფრო პატარა ზომის ობიექტებში დაგეხმარება სეგმენტაციაში. Transformer decoder-ი ზუსტად იგივე არის თეთრის შემთხვევაში, ან ჩვენ გვაქვს რაღაც query-ები, ზუსტად იგივენაირად ინიციალიზებული და თითოეული query-ით ფაქტობრივად თითოეული query-ის ინიციალიზაციას ვაკეთებთ და გვაქვს transformer-ის decoder-ი. Tetris-გან განსხვავებით, Tetris შემთხვევაში თუ გახსოვთ გუშინ, ჩვენ მქონდა ერთი feature map-ი ხო სურათის. ანუ backbone-ის რაღაც feature map-ი მქონდა, იმ ერთ feature map-ს ვიყენებდით მე transformer-ის decoder-ის თითოეულ cross attention-ში. აქ განსხვავებული ის არის, რომ იმის მაგივად რომ ერთი feature map-ი გამოვიყენოთ, ჩვენ გვაქვს სამი feature map-ი, ანუ სამგვარი რეპრეზენტაცია ჩვენი სურათის სხვადასხვა ზომებით და ანუ layer-ში, თითოეულ ბლოკში სხვადასხვა ზომის feature map-ები გამოიყენება cross attention-ის ოპერაციისას. ეს ნაწილი თუ არ გასაგები მარცხენა მხარე. თუ რამე გაუგებარი არის, შეგვიძლია გავიმეოროთ. Okay. კაი, თუ გასაგებია, მაშინ transformer-ის decoder-ის output-ი რა არის? რა shape იქნება? აი გამოვიდა ჩვენი transformer-ის decoder-დან, აი lurgy block-იდან output-ი, mag tensor-ის shape-ი რა იქნება? ნუ ალბათ იქნება batch-ი, sequence length და embedding dimension-ი, არა? query-ები საწავიდა. query-ები, mag shape-ი რა იყო დამოვიწყდა? ანუ ჩვენი შეხუა query-ების embedding-ის ინიციალიზაციას ვაკეთებთ, query embedding dimension-ი, ხო? ანუ გვაქვს ერთი embedding table-ი, სადაც გვაქვს თქვა 100 query, თუ გვაქვს 100, 512 მაგალითად, 512 იყოს embedding dimension-ი. და query-ს როგორც Maxwell-ს გუშინ მე ვაკეთებდით, Hungarian matchers, ხო? თითოეული query რო შეესაბამებოდეს რაღაც რეალურ ობიექტს. და ამ შემთხვევაში როგორ იქნება? მაშინ query feature-ების shape-ი რაც არის, ეგ იქნება output-ი, არა? რომ ეთქვა tensor shape-ი. ნუ batch-ი იქნება 100 და 512. Okay. ანუ ჩვენი output-ი არის batch-ი 100, 512. მაშინ კითხვა მაქვს batch-ი 100, 512 თუ არის სეგმენტაცია როგორ ხდება? ანუ სად არის აქ spatial dimension-ი, ხო? აი დარწმუნებული არ ვარ მაგაზე. ხო, ანუ ეგ ზუსტად სწორი არის, რომ batch-ი 100, 512 არის output-ი ჩვენი transformer decoder-ის. უბრალოდ მე გვაქვს აქ ორი head-ი, ხო? ანუ ორად იყოფა, ასე ვთქვათ, აქ ჩვენი სეგმენტაცია. პირველი არის კლასი, ანუ კლასის output-ი რაც უნდა გააკეთოს, ანუ query-ები უნდა გადავიყვანოთ კლასში. რაღაც ხრივ და ასევე გვაქვს mask-ი, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენი query-ები უნდა გადავიყვანოთ ახლა spatial dimension-ში. ეგ როგორ ხდება მაგას ნახავთ მე კოდში. უბრალოდ ხო, ნუ output-ი ხარ ვიცოდეთ. ეს არის transformer decoder-ის, ანუ ჩვენ გვაქვს batch, query, embedding dimension. და მე კლასის head-ი და mask-ის head-ით ვაკეთებთ ფაქტობრივად მაგის გადაყვანას. Okay.
კაი, ახლა აქ არის ერთ-ერთი ტრანსფორმერის დეკოდერის ბლოკის რეპრეზენტაცია, ასე ვთქვათ. ანუ ასაკეთებენ ხო, პირველ რიგში აკეთებენ cross attentions, სადაც image feature-ები არის აქ. აკეთებენ masked attention-ი არის და მაგას დავავლით რა არის. Add and norm-ი, არაფერი განსაკუთრებული, self attention-ი, norm-ი, feed forward-ი და add and norm. ანუ ჩვეულებრივი ტრანსფორმერის არქიტექტურა. უბრალოდ ერთადერთი განსხვავებული რაც არის D3-სგან, ეს არის masked attention. მაგას გავავლით რა არის. ხო და ნუ, რა თქმა უნდა, output-ი არის query feature-ები, ხო? იმიტომ რომ ტრანსფორმერის ბლოკიდან რომ გამოდის, ჩვენი output shape-ი არის ძლება ჩვენი query feature-ების. აი. ჯერ figure-ები ნახოთ თუ არის რამე. Region proposals კი masked attention-ისთვის გავავლით. ხო, აი მეტი figure-ი არის. კაი, ესე იგი, მე რაც მინდა რომ დღეს გავიაროთ, ან ჩამოწერილი მაქვს რამდენიმე ნაწილი. პირველ რიგში მინდა რომ გავიაროთ masked attention-ი, იმიტომ რომ masked attention-ი არის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ paper-ის. აი, masked attention რა არის ესე იგი? არის. ხო. Masked attention რას ნიშნავს? პირველ რიგში სად გამოიყენება masked attention, ხო? Masked attention გამოიყენება transformer-ის დეკოდერში. რას ნიშნავს masked attention? აი წარმოვიდგინოთ, რომ გავატარებთ layer-ში, ხო, transformer-ის დეკოდერის layer-ში ჩვენი query-ები. transformer-ის დეკოდერის layer-ი ხო შეიძლება კონდეს აი L-ჯერ თვითონ ეს ბლოკი რა transformer-ის დეკოდერის ბლოკი. შეიძლება კონდეს 10-ჯერ, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ თითოეულ layers რაღაცა თითოეულ layer-ის output-ი არის იგივე shape. ხო? ანუ თუ ვთქვათ, გვაქვს 10 დეკოდერის ბლოკი, 10 დეკოდერის ბლოკი იგივე output shape-ს გვაძლევს, რაც ვთქვათ 5 დეკოდერის ბლოკი. ეს არის უბრალოდ ანუ რამდენად ღრმა არის ჩვენი ტრანსფორმერი, ხო? ანუ ჩვენ თითოეულ ეტაპზე გვაქვს რაღაც output-ი. რაღაც prediction-ი mask-ის. და აქაც გააკეთეს, რომ attention-ი, ანუ cross attention-ის დროს, ისე კი არ გავაკეთეთ, რომ ყველა query, ყველა image tokens, ყველა image tokens-ი აკეთებდეს attentions. არამედ თვითონ დავიწყოთ უკვე mask-ის გენერაცია. ანუ ვეცადოთ, რომ ისეთ ადგილებში გააკეთოს modelმა cross attention-ი, სადაც ფიქრობს, რომ რელევანტური არის. ანუ layer 1 გაიარა მაგალითად, ხო? ჩვენ ხო გვაქვს output-ი. რაც შეიძლება საბოლოოდ გამოიყენებოდეს. მოდი დავიწყოთ მაგრამ ამის გამოყენება და mask-ად გამოვიყენოთ ეს attention-ისთვის. რომ ანუ სადაც მოდელი ფიქრობს, რომ არის ის ობიექტი იქნება, რის სეგმენტაციას ჩვენ გვჭირდება, მაგალითად, რა ვიცი, მანქანა რო ავიღოთ, ხო, XM რაც იყო. იმ image ტოკენებზე ფოკუსირდეს უკვე. ხო? ეხლა თუ კითხვა არის, რომ ეს როგორ შეიძლება დაეხმაროს ამას, ანუ თვითონ benchmark-ის გასაუმჯობესებლად არ დაეხმარება, მაგრამ თვითონ როგორც ავტორები გვეუბნებიან, ეს ეხმარება, რომ უფრო ჩქარა გააკეთოს convergence-ი. ან kernel models ვატრენინგებთ, იმის მაგივით რომ თქვა ვატრენინგოთ, რა ვიცი, 10 დღე, შეიძლება 3 დღეში გააკეთოს ის შედეგი მიიღოს, სადაც თქვა 10 დღეში ტრენინგში მიიღებდა, ხო ის. ანუ masked attention-ის თავარი მუღამი, ასე ვთქვათ, რო თქვა, არის ის, რომ უფრო ჩქარა აკეთებს convergence, იმიტომ რომ თითოეულ layer-ზე მოდელს რაღაც, ასე ვთქვათ, გაგება აქვს ამ სურათის და ამ query-ების, ამ query-სა და სურათის ტოკენებს შორის რა მიმართება უნდა იყოს. ხო, ეს არის masked attention-ის თავარი აზრი ამ შემთხვევაში აქ. ან რო გავიმეორო masked attention-ი უბრალოდ მოდელს ეხმარება, რომ უფრო ჩქარა გააკეთოს convergence-ი. რამე კითხვა არის masked attention-ზე? აი masked attention-ის გასაგებად აი თუ გახსოვთ გუშინ auxiliary losses რო ვილაპარაკეთ, ხო? auxiliary loss-ზე.
auxiliary loss-ი რა არის, ხო? ანუ თითოეული დეკოდერის, თქვათ, თუ გვაქვს 10 layer-ი, ჩვენ ვიღებთ რაღაც დეკოდერის layer-ებს და loss ვითვლით მაგ შუა დეკოდერის output-ზე. ესეც ფაქტობრივად იგივე საკეთებს, ახლა loss არ ვითვლით, უბრალოდ ჩვენ ვიყენებთ იმ დეკოდერის output-ს, რომ შემდეგი დეკოდერის layer-ებმა უფრო მარტივად შეძლონ სწავლა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს სურათი, იმის მაგივრად რომ მთელ სურათზე აკეთებდეს attentions, აკეთებს რაღაც ფოკუსირებულ ადგილას. და ეს ფოკუსირებულ ადგილას attention შემდეგ იხმარება უფრო სწრაფ სწავლაში, ასე ვთქვათ. ანუ თავისივე output-ს იყენებს ფაქტობრივად, ანუ layer 1 ხომ რაღაც ასე ვთქვათ, ცოდნა აქვს, layer 2-ს ცოდნა აქვს რაღაც სად უნდა იყოს ეს ობიექტი. ან პირველ რიგში ხომ უნდა მოხდეს ლოკალიზება ამ ობიექტის მთლიან სურათზე, სანამ ვთქვათ მასკის გენერაციას დავიწყებთ. ლოკალიზაციისთვის ეხმარება. Mesh attention-ი ამას ფაქტობრივად. ეს გასაგებია? Okay. კაი, შემდეგი რაც 60 წელი მაგას ვთქვათ. მნიშვნელოვანი აქ არის ასე იგი ჩვენ გავიარეთ mesh attention-ი, ხო, შემდეგი არის deformable attention-ის ოპერაცია pixel decoder-ში. ახლა deformable attention-ი რა არის? Deformable attention-ი არის ერთ-ერთი ვარიაცია attention-ის. აი attention-ის ერთ-ერთი მინუსი რა არის, ხო? რომ მინუსი და პლუსი სამოდროულად. მინუსი არის ის, რომ ჩვენ თუ ვაკეთებთ თქვათ self attentions, თითოეული tokens შეიძლება ასე ვთქვათ attention-ის მიქცევა, ხო? ყველაფერს მიქცევა. მაგრამ ეს არის რაღაც მხრივ პრობლემური. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ computations მოითხოვს, ხო? იმიტომ რომ თუ ვთქვათ 100 მოითხოვს 100-100 მატრიცას, თუ გვაქვს 1000-1000-ზე მატრიცას, ან კვადრატული კოსტი არის ფაქტობრივად მემორის. აქ რაც მოიფიქრეს არის deformable attention-ი. ესე იგი პირველი attention-ი აქ სურათს ხედავთ, ხო? კი, ჩანს. ხო, ანუ ანაწილას ჩვენ ხედავთ vision transformers, vision transformer-ი არის ძალიან მაღალი ტრანსფორმერი, vision transformer-ის ნაწილი, სადაც ჩვენ გვაქვს თითოეული self attention-ის დროს თითოეული patch-ი აქცევს ყველა patch-ს ყურადღებას. მეორე არის twin transformer-ი, რომელიც ჩვენ ასევე გავიარეთ, სადაც არის window attention-ი, სადაც იმის მაგივრად რომ ჩვენს transformers და ჩვენს patch-ებს ყველაზე კონდეს ყურადღების მიქცევის საშუალება, ჩვენ გვაქვს რაღაც fixed window, რომელიც დინამიკურად არ გენერირდება, ხო? გენერირდება უბრალოდ რაღაც გაწერილი გვაქვს, რომ თქვათ ამ layer-ში უნდა იყოს ეს ოთხკუთხედი და ეს ოთხკუთხედი, ამ layer-ში უნდა იყოს ეს ოთხკუთხედი და ეს ოთხკუთხედი და ასე ვცდილობთ transformer-ის transformer-ის მიერ გამოყენებული memory-ის ოპტიმიზაციას. ფიგურაზე ჩვენ ვხედავთ DCNs, რაც არის deformable convolutions. ეს კონვოლუციური ქსელი არის, სადაც attention-ი არ გვაქვს აქ, მაგრამ ფაქტობრივად მიახლოებით იგივე რაც deformable attention, უბრალოდ ნეი კონვოლუციები გამოიყენება და საბოლოოდ არის deformable attention-ი. Deformable attention-ში ესე იგი ჩვენ ხედავთ, რომ query-ები არის წითელი ვარსკვლავი და ლურჯი ვარსკვლავი, ხო, ეს არის უბრალოდ ორი მაგალითი აღებული. და ჩვენ ვაკეთებთ ფაქტობრივად samples, რომელ ადგილებს უნდა მიაქციოს ყურადღება. ან ჩვენ მოდელს აქვს იმის საშუალება, რომ ეს ობიექტი იცოდეს რაღაც მხრივ სად არის და იმის მაგივრად რომ ყველა, ანუ patch-ს ახორციელებს ძალიან ბევრი patch-ი, რომელიც გამოსახავს background-ს მაგალითად, ხო? ძალიან ბევრი patch-ი, რომელიც გამოსახავს არარელევანტურ ადგილებს. და იმის მაგივრად რომ ეს გავაკეთოთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი პოინტების sampling-ი გავაკეთოთ, რომელიც რელევანტური იქნება ჩვენი მოდელისთვის. ხო. აქ ანუ რაც არის ასე ვთქვათ შესანიშნავი არის რომ ანუ ფაქტობრივად დინამიკურად ხდება ამ მასკის ზრდა, ხო? რომელზე უნდა გააკეთოს ჩვენ მოდელმა attention-ი. ამ თითო query რომელ patch-ებს ამოიღებს სურათიდან.
memory saving-ებიც არის და ну ასე ვთქვათ, უფრო ჭკვიანი არის და უფრო ფაქტობრივად აძლევს მოდელს, რომ ის ინსტანსი, რომლის სეგმენტაციაც გვინდა, იმ ინსტანსის გარშემო გააკეთოს own, ასე ვთქვათ, იმ პოინტების, რომლებიც რელევანტური იქნება შემდეგ სეგმენტაციისთვის. ხო, deformable attention-ის მინუსი რაც არის, რომ არის custom ოპერაცია. ანუ torch-ი ეს იმპლემენტირებული არ არის, flex attention-ითაც ვერ გავაკეთებთ იმპლემენტაციას ამის, იმიტომ რომ flex attention-ის ასე ვთქვათ, აგებულება როგორი არის, ხო? Flex attention-ი გვეუბნება, რომ წინასწარ განსაზღვრე მასკი. წინასწარ განსაზღვრე მასკი და ეს ამ მასკს შემდეგ გამოვიყენებ attention-ში. Deformable attention-ის დროს ეს რადგან მასკი დინამიური არის, ჩვენ ვერ შეგვიძლია რაღაც ერთ მასკს, რომელსაც გამოვიყენებთ მთლიანი network-ის დროს. ეს არის დინამიური, რაც ამ მასკის გენერაცია ხდება ტრენინგის დროსაც და inference-ის დროსაც. ამიტომ გვიწევს რაღაც custom CUDA-s kernel-ის building-ი, თუ გვინდა deformable attention-ი რო გამოვიყენოთ, რაც ნუ ეგ არის ასე ვთქვათ დიდი მინუსი რა, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც მოდელებს ვატრენინგებთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის მოდელის დისტრიბუცია, ასე ვთქვათ, იყოს მარტივი. თუ ჩვენ მოვთხოვთ ვიღაცას და ყველაზე მარტივი რა არის, ხო? ყველაზე მარტივი გზა რომ მოდელის დისტრიბუცია გავაკეთოთ, ეს არის torch export-ი ან torch GT მაგალითად. torch deprecate არის ახლა, მაგრამ ნუ ახლა torch export-ი. შენ თუ ვერ შეძლებ შენი მოდელის torch export-ს, ხო? მაშინ მოდელის გამოყენება რთული ხდება. უნდა განსაზღვრო რაღაც ინსტალაციის გაიდები და ჩაწერონ deformable attention-ი და build-on მე შეიძლება თქვა CUDA-s ვერსია განსხვავებული იყოს ან რაღაც feature-ები deprecated იყოს CUDA-ში მაგალითად და ნუ თავის ტკივილი ხდება. და ეგ არის ერთი მინუსი ამ deformable attention-ის. Dino Samshits ძველი ის არის, ძველი kernel-ები წერია და ახალი CUDA-ით თუ დაბილდავთ error-ებს დაგეწყამდათ, თვითონ CUDA-s kernel-ები უნდა შეცვალოთ მე. რთული არ არის, მაგრამ ნუ ვთქვათ სასიამოვნო პროცესი არ არის, როდესაც მოდელის ტრენინგი იქნება გააკეთო და ამაში ხარჯავ დროს. ხო, ეს deformable attention-ი pixel decoder-ში, ანუ transformer decoder-ში გვაქვს masked attention-ი, pixel decoder-ში გვაქვს deformable attention-ი. თუ კითხვა არის, რომ transformer decoder-ში რატო არ გვაქვს deformable attention-ი, რაღაც პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, ალბათ evaluation study გააკეთეს, რომ იქაც გამოიყენეს, აქაც გამოიყენეს და ალბათ masked attention-ი ჭობდა transformer decoder-ში. ხო. კიდევ რაც მინდა ამ paper-დან გავიარო, რაც მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით, შეიძლება ვთქვათ ოლიმპიადაზე გამოგადგეთ, ეს არის loss როგორ ითვლიან. ზოგადად ჩვენ თუ ავიღებთ რაღაც სეგმენტაციის მოდელს, ხო? სეგმენტაციის მოდელის output-ის loss-ის დათვლა როგორ ხდება? აი ჩვენ გავიარეთ ATRU-s კონვოლუციებში რო გავიარეთ, ხო? რა ჩვენ გვაქვს სეგმენტაციის რაღაც output-ი, რომელიც არის რაღაც height and width dimension-ის და height and width dimension-ის ასე ვთქვათ, მაგით ხდება შემდეგ loss-ის დათვლა ground truth-ზე, ხო? მაგრამ ახლა ეგ რატო არის პრობლემური? თუ გახსოვთ, ჩვენ რას ვაკეთებთ ATRU-s კონვოლუციებში და იქ რა იმ paper-ში რა, ასე ვთქვათ, რას გვეუბნებოდნენ, ასე ვთქვათ, ხო? რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ground truth-ის downsampling-ი, უნდა გავაკეთოთ პირიქით upsampling-ი იმ ლოგიტების, რაც მოდელისგან მოდის. მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს ძალიან დიდი სურათი, თქვათ, რა ვიცი, ავიღოთ 1024-1024-ზე, რაც საკმაოდ დიდი სურათი არის, თუ ჩავხედავთ, ძირითადად თქვა Dino 3-ის ტრენინგი ხდება 224-224 პიქსელზე, ხო? და ჩვენ თუ ავიღებთ 1024-1024 სურათს და ვეცდებით მაგაზე loss-ის დათვლას, საკმაოდ ბევრი memory დაგჭირდება. GPU-s memory. ხო, და ნუ ამ პრობლემასაც ახლა ესენი შეეჩერხნენ, masked format-ში რა თქმა უნდა და რა მოიფიქრეს ესე იგი, რომ იმის მაგვიათ, რომ ჩვენ მთლიან სურათზე დავითვალოთ ჩვენი loss-ი
რა გავაკეთოთ, ხო? გავაკეთოთ sampling point-ების. ანუ რაღაც გვაქვს prediction-ი, გვაქვს ground truth-ი და იმის მაგივრად რო ვთქვათ 1024 მაგალითად. იმის მაგივრად რო 1024-ის ზე დავითვალოთ loss-ი. გავაკეთოთ, დავსემპლოთ რაღაც point-ები სურათზე და მარტო მაგ sampled point-ებზე გავაკეთოთ loss-ის დათვლა, ხო? მინუსი ხა ამას რა აქვს, რომ ალბათ convergence-ი უფრო რთული იქნება. ხო? იმიტომ რომ ფაქტობრივად იმის აგრეთვე რომ თლიანი სიგნალი მივიცეთ, ვარაუდობთ რაღაც sampled point-ებზე. და პლუსი აქვს ის, რომ memory requirement-ები ქვემოთ მოდის და თქვა დიდ რეზოლუციებზე ტრენინგი შესაძლებელი ხდება. ხო. ანუ ამას მივხვდით სამ ნაწილს. ხო, კაი კითხვა არის, ესე იგი ეს არის ორი მიდგომა არსებობს mask-to former-ში, ერთი არის რანდომულად sampling-ი, მეორე არის ითვლიან რამდენად uncertain არის რაღაც point-ზე ჩვენი მოდელი. Uncertainty-ის ასე ვთქვათ კლასიფიკაცია როგორ ხდება, ხო? ანუ დაიცავ პარე მოდი ჩავხედოთ რატო საუბრობ უბრალოდ სანდარი criterion. Hi, ეს არის ერთ-ერთი get uncertain points scored with randomness. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ლოგიტები. ჩვენ ლოგიტები როდესაც გვაქვს, აი რომელი ლოგიტი როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც point-ზე ჩვენი მოდელი არის uncertain. აი, კითხვა არის თქვენთვის. ამ იდეები ხო არ გაქვთ. აი როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მოდელი რაღაც prediction-ზე არ არის certain, ანუ არ არის დარწმუნებული ამ prediction-ში. Confidence-ი, ხო, confidence-ი რო დაბალი კი, მაგრამ როგორ ხვდები მაგას, რომ confidence-ი აქვს დაბალი მოდელს? კლასის ლოჯიტებს ხო პრედიქტებთ ყოველი query-ისთვის და თუ დაბალი არის მაგის ალბათობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაბალი confidence-ია რა? არა. ანუ ლოჯიტები თუ დაბალია, არ ნიშნავს, რომ confidence დაბალია, ხო? ლოჯიტები დაბალია, ნიშნავს, რომ background-ი ობლი. აი softmax რომ მოდებ და ყველაზე დიდი ციფრი თუ 0.7 იყო, ანუ ეგ დაბალი confidence არ არის? softmax კლასებზე თუ მოდებთ? ხო. ხო, კი, მაგას გქონდა კი ბატონო, კი, ანუ თუ თქვა 10 კლასი გქონდა softmax მოდებთ და ყველაზე მაგალი 0.7-ია, მაგ შემთხვევაში uncertain არის. ხო, მაგრამ თუ თქვა softmax-ი არ გვაქვს და თქვა გვაქვს უბრალოდ binary კლასიფიკაცია, რომ არის foreground და background-ი მაგ შემთხვევაში. ანუ გვაქვს ლოგიტები. და ხო ლოგიტებით ხდება binary კლასიფიკაცია, რომ ეს ობიექტი არის foreground, ანუ რაღაც instance-ი არის, ან არის background. ამ შემთხვევაში როგორ შეგიძლია ვთქვათ? ნუ 0.5-თან რაც უფრო ახლოს იქნება, მით უფრო uncertain გამოდის, არა? ლოგიტებში 0.5-თან? ნუ ლოჯიტები ნებისმიერი შეიძლება იყოს. სიგმოიდი უნდა მოვადო მაშინ. ხო, სიგმოიდს თუ მოდებთ, გადავაქცევთ ალბათობებში. ალბათობებში 0.5 ლოგიტებში ამდენი არის. და სკალირებული არ არის? 0 უნდა იყოს. ხო, 0 კი, ზუსტად. ანუ სიგმოიდის მოდელის გარშემო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოგიტები თუ არის 0-თან, ესე იგი uncertain არის მოდელი, ხო? იმიტომ რომ რატო ლოგიტებში 0, იგივე რა 0.5 სიგმოიდში გადაქცეული. ხო, так. ვთქვათ, აი ნახოთ, uncertainty როგორ ხდება. ან ფაქტობრივად საკეთებენ აქ ესე იგი. ხო, ანუ LRT-ის distance-ი თვლიან logit prediction-სა და 0 შორის, ხო? ან თუ თქვათ 0-თან ახლოს არის, ესე იგი uncertain არის ეს მოდელი. იმიტომ რომ ან 0.5 თუ არის ჩვენი ალბათობა რაღაც არის foreground-ი ან background-ი, ესე იგი მოდელი არ არის დარწმუნებული. მოდელი არ არის დარწმუნებული ეს პიქსელი არის თუ არა არის foreground თუ background.
ანუ ამით ხდება ასე ვთქვათ ერთ-ერთი შერჩევა. ანუ ამით ვაძლევთ ჩვენი sampling-ის დროს წონებს იმ პოინტების, რომლებზეც უნდა დავთვალოთ შემდეგ loss-ი. ეს თქვას გები. ოკეი, შვენიერი. აი, მოდი ახლა აქ ხო სწორად თქვი ყველაფერი, ესე იგი, ლოგიტებს აქცევს distance-ად და ესე იგი მინუსი ნიშნავს, რომ თუ თქვათ ლოგიტები არის თქვათ 10, მაგ შემთხვევაში ინჭება დაბალი ალბათობა. თუ თქვათ მოდელი მოგცემს 0.1, მაგ შემთხვევაში იქნება -0.1, რაც ნიშნავს, რომ უფრო მაღალი წონა აქვს, ვიდრე თქვათ ნაკლებად დარწმუნებულ მოდელს. ანუ აქ ახლა ფიქრობ რომ შევასრულოთ თქვათ მაგალითად ლოგიტი იყოს -10, ხო? მაგ შემთხვევაში წონა იქნება -10. თუ ლოგიტი არის 10, მაგ შემთხვევაში იქნება -10 და თუ ლოგიტი 0-თან არის ახლოს, მაგ შემთხვევაში უფრო მაღალი ქულა იქნება ფაქტორულად ამას. ხო. აი, ესე იგი ჩვენ გავიარეთ multi-scale-ით თქვით, point sampling-ით თქვით, auxiliary-ს თქვით, Hungarian matcher-ზე არ გავჩერდები, იმიტომ რომ მგონი გუშინ გასაგები იყო. რამე კითხვა ხო არ გაქვთ მაგაზე? ოკეი. ხო. და ახლა თავი რაც მინდა გავიაროთ არის რომ როგორ ვაკეთებთ აი ამას. ანუ როგორ ვაქცევთ ჩვენს tensors, რომელიც არის batch query და embedding dimension tensors. მასკად როგორ ვაქცევთ, კლასის prediction-ს როგორ ვაკეთებთ, ამ შემდეგ. მაგისთვის ჩავხედოთ ჩვენს decoder-ის layers, ეს decoder-ი უნდა იყოს. მორწდები. კარი. აი, სად არის ახლა ეს არის ახლა ვცდილობ ვიპო სად აქცევს ეს მასკის დაბლა ძალიან transformation და იყოს მაშინ აი ეგ არის ეს სხვა inferences მეთოდები. ოკეი. არქი. ჩვენი output-ი სად არის? ეს არის ტრენინგის დროს არ გვაინტერესებს ახლა ხო? აქ უკვე გადაქცეული არის. სად არის ჩვენი output-ი? Samsung head. ეს კლასი არის. Detectron-დან build-ავენ ამას. აი, detectron-ში ვერ ჩავიხედებით ახლა. წეს აქ უნდა იყოს რა. Decoder-ის output forward. აი, მგონი ეგ არის. Red logic, red mask. Output predictions. ხო. აი აქ არის. ესე იგი, რა არის ჩვენი output-ი? რა shape არის? გავუყვეთ ახლა ჩვენს აი ამ forward prediction heads და გამოწეროთ რა shape-ები გვექნება და მაგ shape-ებით მე მივხვდებით როგორ ხდება მისი კონვერტაცია, ასე ვთქვათ. Output shape რა არის? თან ჩავიწერე. Batch size, num queries და embedding dimension. Batch size, num queries, embedding dimension. Okay. აი. Norm decoder norm-ში რო გავატარეთ, output რა იქნება? უბრალოდ ნორმალიზაციას აკეთებს, ხო? იგივე იქნება. Output-ი არის ზუსტად იგივე.
შემდეგი გვაქვს transpose. Transpose 0-სა და 1 შორის ეს batch გადაყავს პირველზე. ინტერესო. თუ batch და არის ეს. დაიცა მაშინ ხო. შეიძლება sequence length იქონდათ პირველი, რადგან transformer-ში გაატარეს. და batch მეორე. აი, ეგ არის output-ი. ესე იგი, self-started query features. აი, ხო, ანუ batch size-ი იმაზე დასვეს, ანუ 20 shape იყო, noun queries, batch და მე არის embedding dimension. ხო, და მაგით გააკეთეს transpose-ი. აი, აქ ძალიან გამომდინარე. ხო? ეს თუ გასაგები არის. NLP-შიც ხომ ასე არის sequence length, batch და embedding dimension. ხო, ეგ გაჩენ როგორ გააკეთებ იმპლემენტაციას, ახლა რო გითხრა რომ მაინც ესე უნდა იყოსო არ. ნუ PyTorch ეგრე აქვს მგონი და მაგითო გითხრა. ხო, მე და გვაწერ batch, ანუ batch ყოველთვის manually dimensions-ზე მაქვს, იმიტომ რომ რაც ესე უფრო მჩული ვარ. მეც ეგრე მერჩვენე ხოლმე. ხო, ანუ batch-ი რო პირველ dimension-ზე არის, უფრო მეტად make sense რომ ანუ ეს არის აქეთ გაქვს რაღაც რეალური რეპრეზენტაცია და batch-ი არის უბრალოდ 5-ჯერ გამეორებული მაგალითად ის მატრიცები, ხო? 5-ჯერ გამეორებული ანუ 5 სხვა რაღაც. ხო, okay, ანუ ჩვენი output-ი როდესაც აი ამ ფუნქციაში შედის, არის noun queries batch embedding dimension. ამისი output-ი რა არის, ხო? არის batch, noun queries და embedding dimension. ხო? აი, ახლა შემდეგში ვატარებთ class embedded layer-ში. ახლა class embedded layer-ი ვნახოთ, როგორ გამოიყურება. Class embedded layer-ი არის უბრალოდ linear layer-ი, რომელსაც გადაყავს hidden dimension number of classes plus 1. plus 1 რატო? No objects-თვის. ზუსტად background-ი. ზუსტად. ანუ ჩვენი class embedded, ჩვენი decoder-ის output-ი აი ამ ნაწილს ახლა ფაქტობრივად იცით რას უყურებთ, აი ამ ნაწილს უყურებთ. აი ამ ნაწილს. class ვარ პრედიქტებს, ხო? აი, შემდეგი არის mask embedded. Mask embedded როგორ ხდება? შევხედოთ ისე ამას. Mask embedded ესე იგი არის MLP, ანუ იმის მაგალითად რომ ერთი წრფივი projection იყოს, ნუ MLP-ის კლასი გააკეთეს, ასე ვთქვათ. სადაც ფაქტობრივად აკეთებენ რას MLP, ეს მე 3-ას ნიშნავს, ნახოთ. MLP. 3 ნიშნავს, ხო, ნუ რამდენი layer-ი არის hidden dim და mask-ის dimension. Mask dimension არის mask feature dimension. ხო, ნუ ესეც რაღაც იმდია. Okay. I'm trying to put that forward. Prediction heads. Mask embedded რა dimension იქნება ესე იგი? Mask embedded უკვე output-ია და ალბათ იქნება batch-ი, channel-ები და height width, ხო? არა, აი MLP-ში ვატარებთ მარტო. embedded-ები არის ესა, ხო? ხო, ანუ იგივე ის იქნება, უბრალოდ channel, ანუ mask-ის dimension-ი იქნება, შესაძლებელი mask-ის dimension-ი უფრო მაღალი იყოს, ხო? ანუ mask embedded ეს არ არის ჯერ. Mask embedded არის აი ფაქტობრივად აქედან რომ გამოდის, აი აქ პატარა mask embedding-ს ვაკეთებთ, სანამ ამასთან აი ამ image feature-ებთან გავაკეთებთ რაღაც dot product მაგალითად. აი output mask-ი არის უკვე რა? output mask-ი არის უკვე ეს, ხო? ეგ როგორ გამოიცვლება ესე იგი, ჩვენ ვიღებთ mask embeds, ანუ mask-ის embedding-ი რაც გავუკეთეთ. ვიღებთ mask-ის feature-ებს, mask-ის feature-ები რა არის? აი ეს არის, ხო? აი ეს ტენზორი არის mask-ის feature-ები, ასე ვთქვათ. და ვაკეთებთ რას? HindSum, რითიც მე ჩვენ ვცდილობთ რომ
batch query-დან BCHW-დან მივიღოთ batch query HW. ან თითოეული query-ისთვის მივიღოთ მასკი, ხო? ეს გასაგებია? გასაგებია. აინსამა და დამამნია უბრალოდ ხშირად არ ვიყენებ ხოლმე. ანუ ეს ჯამის residual connection-ისავით არის? აინსამი არის, აი იცით რა არის. აინსამი არის უბრალოდ მარტივად ჩაწერა რაღაც ოპერაციის, რაც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ტენზორებზე. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ტენზორის, ანუ mask embed-ის dimension-ი არის ეს. მეორე ტენზორის dimension-ი არის ეს და შემდეგ ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვაკეთებთ ენუმერაციას ჩვენი dimension-ების. და შემდეგ ანუ რაზე უნდა მოხდეს შეკუმშვა, ხო? ეხლა ეს რაზე გააკეთებთ? ჩვენ ფაქტობრივად reduction-ი გავაკეთეთ C dimension-ზე, ხო? ანუ C არის აქ მარცხნივ და მარჯვნივ ერთი და იგივე, რაც ჩვენს output-ში არ არის. და ანუ C-ზე უნდა გავაკეთოთ reduction-ი. ხო, და ანუ ჩვენი მოდელის output-ი რა არის აქ? კლასის ის ხო არის batch query-C. ანუ ჩვენ თითოეული კლასისთვის, ჩვენ თითოეული query-ისთვის ვაბრუნებთ რამდენი კლასის გვაქვს მათ ხელა ლოჯიტებს, ხო? მე როგორ უნდა გავაკეთოთ რომელი query, რომელი კლასი არის? მაგისთვის რა ოპერაცია შეგვიძლია გავაკეთოთ? ნუ ინდექსი დაემთხვა ყველასი არა, ეგ საკმარისი არ არის რომ გავიგოთ რომელიცია. ჩვენი კლასები არის batch query-C, ხო? აი ეს output კლასი. Batch query-C, ანუ თუ გვაქვს ჩვენ 100 ცალი number of feature და 10 ცალი feature-ი, ჩვენ გვექნება როგორი 100-10-ზე მატრიცა, ხო? batch-ი რომ ასე ვთქვათ, უგულებო ხდება, ხო? როგორ უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიღოთ, რომ თქვენი query-ის კლასიფიკაცია გავაკეთოთ ფაქტობრივად? აი აქ დავიბენი, იმიტომ რომ თითო batch-ი შეიძლება იყოს 64-მდე ფოტო თქვათ სიტყვაზე, მაგრამ ჩვენი output-ის shape-ი არის batch-ი num query-ის და embedding dimension, ხო? არა, ეს ჯერ გვაქვს კლასების ის. argmax-ი, ხო, argmax-ი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელი კლასი გავაკეთოთ, assignment-ი. argmax-ი რატო? უფრო არაეფექტიანი იქნება და softmax-ი და მერე argmax-ი. ხო? მაგრამ softmax-ი არ ცვლის ასე ვთქვათ, იმას rank-ს, ხო? ანუ თქვათ 0.10 რო იყოს, ხო? გადავა თქვათ 0.9-ში, სხვათან შედარებით. მაგრამ ის 10 რო ეწერა ლოჯიტებში, ისე პირველი იქნება, ხო? ხო, ანუ argmax-ი თუ აკეთებთ კლასის არჩევას. ანუ ჩვენ თუ გვაქვს query და C dimension-ის output კლასი, ჩვენ რო query-ის კლასიფიკაცია გავაკეთოთ, უბრალოდ დავირჩევთ ყველაზე მაღალ ალბათობას, ყველაზე მაღალ ლოჯიტს, ხო? ეს არის კლასი ოღონდ. ეს არის ის query რა კლასი არის. მაგრამ ჩვენ mask-ისთვის როგორი shape იყო, ხო? ჩვენ გვაქვს batch query HW. ეს გასაგებია? ხო. ფაქტობრივად რას ვაკეთებთ, ხო? ეხლა რომ დავუფიქრეთ. თითოეულ query-ს assignments უკეთებთ რაღაცა რაღაც ობიექტის მასკი რომ დაგვიგენერიროს. ანუ ერთი query აგენერირებს ერთი ობიექტის მასკს, მეორე query მეორე ობიექტის მასკს და ასე შემდეგ. ანუ რომ დავფიქრდეთ ეს მოდელი ფაქტობრივად რა არის, ხო? ანუ რაღაც და ზოგადად სეგმენტაციის მოდელები ძალიან გავს object detection-ის მოდელს, ხო? უბრალოდ იმის მაგალითად რომ კუთხეი დავაგენერიროთ იმ ობიექტზე, ვაგენერიროთ masks იმ ობიექტის, ხო? ან თუ თქვათ dead-რის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებოდა რომ ერთი query დააპრედიქტებდა box-ის მარცხენაზე და კუთხის კოორდინატებს და მარჯვენა ქვედა კუთხის კოორდინატებს, ეხლა ჩვენ ვაგენერირებთ mask-ებს.
Okay. და აი აქ თუ დავუკვირდებით, აი masked attention-ზე რო ვისაუბრე აგერ. Masked attention-ის გენერაცია როგორ ხდება, ხო? ზუსტად იმ დეკოდერის output-ს ვიყენებთ. მაგრამ ამისი, ასე ვთქვათ, გამოთვლა ხო შეგვიძლია ჩვენ ყველა დეკოდერის layer-ის შემდეგ და აი ზუსტად აი ამით ვაკეთებთ მე attention mask-ის კალკულაციას. და მე ამ attention mask-ს ვიყენებთ cross attention-ში შემდეგი layer-ების, ასე ვთქვათ. ხო. Okay. კარგი. Either is calling let's say point sampling-ი გავიარეთ. Multiscale-იც გავიარეთ, auxiliary-ს გავიარეთ, very much different attention quit. ხო, და საბოლოოდ ახლა რაც დაგვრჩა, ასე ვთქვათ, ეს არის ჩვენ გვაქვს ჩვენი output-ი, ხო? Class output-ი არის batch query C. Mask-ის output-ი არის batch query HW. ახლა როგორ გადავაქციოთ ეს ყველაფერი? ან instance segmentation-ში, ან semantic segmentation-ში, ან panoptic segmentation-ში. ჩვენ ხო თქვით, რომ ჩვენი masked former-ის მოდელი არის ერთი არქიტექტურა, რომელსაც შეუძლია სამივე გააკეთოს. როგორ უნდა გადავაქციოთ ახლა ეს semantic segmentation-ის output-ში, ხო? მოდი ჩავხედოთ ჩვენს transformers აქ იყო თუ არა. გვაქვს სამი ფუნქცია. აი, მოდი დავიწყოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, ინტუიტიურით, რაც არის instance inference-ი, ხო? იმიტომ რომ ჩვენი მოდელი რო დაუპირდეთ, პირდაპირ instance inference აკეთებს, ან რაღაცა query შეესაბამება რაღაც instance-ს, ხო? აი. მოდი დავიწყოთ mask-ით. რაც ვაკეთებთ აქ. პირველი ოპერაცია რა არის? softmax, ხო? Softmax ვაკეთებთ ბოლო dimension-ზე, რომ მივიღოთ ალბათობები თითოეული კლასის. ეს გასაგებია ალბათ. რატო ვაკეთებთ ამას? ხო. ბოლო ელემენტს ვტოვებთ იქ -1 რო წერა. ხო, რატო ვტოვებთ ბოლო ელემენტს? background-ის კლასი არის ეგა? background-ის კლასი არის, ხო? label-ების background-ის კლასი არის და ამ შემთხვევაში ვტოვებთ ჩვენ, იმიტომ რომ მე ნახოთ თქვათ რისთვის როგორ ვიყენებთ ამ სკორებს. ჩვენ აქ ფაქტობრივად ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ავიღეთ ალბათობები, ანუ უყურეთ, ჯერ ვიკლით ალბათ softmax ვაკეთებთ, თქო softmax-ში background-ი შედის და მე იმ background-ის იმას ვაცილებთ. ან თუ თქვათ background-ს აქვს ძალიან მაღალი სკორი, თქვათ აქვს logitech-ში აქვს თქვათ 100, ხო? 100 დაკონვერტირდება მაგალითად 0.9-ზე. ნუ, რა თქმა უნდა, იქ აქვს მნიშვნელობა სხვა ლოგიკები არის, მაგრამ თქვათ 100 არის background-ი და დანარჩენი არის მინუსები. ხო? ანუ ეს გასაგებია აქ, რა ხდება? ჯერ ვითვლით softmax-ის შემთხვევაში background-ის კლასი გვაქვს იმ tensor-ში და მე background-ის კლასს მოვაცილებთ, რატო ქვემოთ ნახავთ მე მაგას. Okay. კაი, ესე იგი აქ მე label-ებს ვაგენერირებთ უბრალოდ 0-დან number of class-ამდე ვაკეთებთ და ნუ აქ რაღაც unsqueeze repeat ასე შემდეგ. აქ ხა ესე იგი ნუ flatten-ი გასაგებია, okay. ესე იგი აქ თითოეული სურათისთვის შემდეგ ვიღებთ რამდენი მაქსიმუმ რამდენის prediction უნდა იყოს სურათი, okay, ის მაგით ვიღებთ. და top k index-ებს მე labels per image ვაკეთებთ, ხო? Okay. კაი, მოდი ჯერ ფერმტიკი გამოვტოვოთ. ხო, ანუ მე აქ რას ვაკეთებთ, ესე იგი, რომ ამ სკორების მიხედვით ეს სკორები ხო არის, რომ თითოეულ query-ზე ყოფ სკორები. ხო? ეს გასაგებია. ანუ რა გავაკეთეთ, ხო აქ? სკორები ავიღეთ, სკორებს flatten-ი გავუკეთეთ და შემდეგ ვაკეთებთ რას, რომ ვიღებთ ამ თითოეული query-ისთვის top ყველაზე მაღალ scores foreground ობიექტებიდან.
foreground ობიექტებიდან შემდეგ რა ვიღებთ, mask prediction-ებიდან შემდეგ ვიღებთ ისეთ index-ებს, ანუ ისეთ query-ებს, რომლებიც ფიქრობთ, რომ არის foreground class-ები. ან ჩვენ გვქონდა ორი heading. ერთი იყო კლასიფიკაცია, რომელიც queries აინჭებს class, ხო? Queries რო აინჭებს class, მაგით ავიღეთ ყველაზე მაღალი ალბათობები, რომ ამ queries foreground ობიექტებიდან ამ queries ყველაზე მაღალი ალბათობა ესაა და შემდეგ mask prediction-ებიდან, რომელიც იყო batch query HW-დან, ავიღეთ ის query-ები, რომლებიც top არის სკორების მიხედვით. Okay, კაი, ესე იგი box-ის აქ ანუ აქ ეს ჩატოვებული კოდი არის ეთქობა. Box-ებს აგენერებენ მასკებით, რაც მარტივი ოპერაცია არის. უბრალოდ ეჯებს ბოლო და მე მაგით აკეთებ box-ებს, მაგრამ box-ებზე არ ვფოკუსირდეთ ახლა. ხო, და ახლა ეს რა არის? ანუ ეს არის ჩვენი საბოლოო ტენზორი. საბოლოო ტენზორი რითიც არის, ანუ ვიღებთ mask predictions. Mask prediction-ი არის ის query-ები, რომლებიც ჩვენი მოდელი აკლასიფიცირებს, რომ არის foreground ობიექტები. ვაკეთებთ sigmoids, რატო? იმიტომ რომ logit-ები არის mask pred-ი, ხო? ხო? ეს გასკები. Okay, sigmoid-ი. მე ვაკეთებთ აქ prediction mask-ებზე. რა? აკრად უამრავლებთ ახლა აქ sigmoid-ის შემდეგ. ეგ mask pred-ი არის აქ. ისინი always picture და 0.5-ზე მეტი აქვს ალბათობა, იმიტომ რომ logit-ებზე მეტი 0-ზე იგივეა. შემდეგ აქ უამრავლებთ და ვყოფთ. ხო, ამ lines კარგად ვიხდებს მართლა. პირდაპირ არ ვაკეთებთ მეტი ან 0-ზე და მაგასაც არ ვიღებთ, არ ვიცი. ალბათ ასე უკეთესი შედეგი მიიღეს. ანუ აქ რას აკეთებენ, რომ pred mask-ებში ჩაწერეს ფაქტობრივად ის პიქსელები, რომლებიც მეტი იყო 0-ზე. sigmoid-ით აქ ალბათობებად გადააქციეს და მე მაგაზე ამრავლებენ. ან ცოტა უცნაურად არის გაკეთებული. Okay. Mask-ების შორის overlap როიყოს რას ვაკეთებთ? Mask-ების შორის overlap როიყოს instance segmentation-ის დროს წესით okay არის. რატომ ხო? იმიტომ რომ გვაქვს რა ვიცი. მაისური და რაც კანი. ეს ან ჩვენ ვაბრუნებთ მაისურის masks და კანის masks მაგალითად. და შემდეგ იმ ადამიანზე არის, რომ თქვა როგორ გამოიყენებს ამას. თუ თქვა გინდა რა overlap-ი არ იყოს, ეგ უფრო semantic segmentაციას გავს ვიდრე instance segmentაციას. Semantic segmentაცია შედარებით უფრო მარტივი არის აქ. Softmax აკეთებენ კლასებზე, background-ს აჭრიან, mask pred-ის sigmoid-ს აკეთებენ და შემდეგ აინსამით ფაქტობრივად query-ებს აშორებენ, ხო? რომ რამდენი კლასის არის, თითოეული კლასზე prediction-ი მივიღოთ. ამ შემთხვევაში ხო შეიძლება overlap-ი იყოს, რომ ამ შემთხვევაში უბრალოდ argmax აიღებ შემდეგ class dimension-ზე, რომ HW mask-ი მიიღო. ხო? ამ შემთხვევაში overlap-ი არ იქნება semantic inference-ის დროს. Instance inference-ის დროს შეიძლება overlap-ი კონდეს, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, უნდა ეგ შემდეგ შენც უნდა გაფილტრო ასე ვთქვათ. და wins გამოიყენებ შემდეგ ამ masks რა. თუ overlap-ი არ უნდა. Semantic inference-ის დროს overlap-ი თუ არ უნდა, უბრალოდ argmax გააკეთებს და ეგ იქნება. Okay. აი, panoptic inference-ი არასდროს არ გამომიყენები ეს იმართლა რო გითხრათ ასე რომ დედათ ხვდები ხა აქ რა ხდება თქო არა აქ მას ალბათ ცოტა გარჩევა უნდა და
შეგვიძლია მე გავარჩიოთ. Detect any mask. რას აკეთებენ აქ, ესე იგი softmax-აკაც იგივენაირად. Maximalurs იღებენ sigmoid-ი. argmax-ი და ფაქტობრივად instance-ი და semantic-ი რო ერთად გააკეთონ, მაგას ცდილობენ, რომ panoptic mask-ი გამოუვიდეთ. ხო, instance-ის და semantic-ის გაერთიანება ფაქტობრივად. Okay. რამე თქვა გაქვთ? ანუ ეს paper-ი გავიერთლია. High resolution features at quit, training efficiency at quit, ეს რა არის, აქ ესე იგი extension fit for the query feature as you initialized before being feeds the others. აქ იგივე გააკეთეს ფაქტობრივად, ხო? უახსოვთ წინიდან. Query features to the first self-attention layer are image independent and do not have signals from the image, thus applying self-attention is unlikely to enrich the information. აი თუ გახსოვთ გუში რო თქვით, რომ self-attention სტოვებენ პირველ layer-ში. იმიტომ რომ სურათის ფიჩრებზე არ აქვს access-ი და აზრი არ აქვს self-attention-ის გაკეთებას. Query features learnable as well. Features are likely to work before being used with automatic color training masks. Okay. ექსპერიმენტების კუთხითაც რომ უცებ გავიაროთ. Tetris ის არის ნაჩვენები, გუშინაც გავიარეთ. ხო, აქ რა ჩანს ახლა, ხო? Mask to former training არის გაცილებით უფრო efficient. იმიტომ რომ შეიძლება რამდენი 50 ეპოქა შეადარეთ 525 ეპოქას, ხო, ანუ 10 ჯერ ნაკლები, დავით უფრო მეტჯერ ნაკლები ის უნდა ტრენინგი without Tetris. და სხვა შორის საინტერესოც არის რომ Tetris რადგან ამდენი ტრენინგი სჭირდება, ხო არ შეგიძლიათ რომ Tetris-ში რაღაც ისეთი დაიმპლემენტიროთ, რაც უფრო ეფექტურს გახდეს ტრენინგს. აი ერთ-ერთი ექსპერიმენტი ეგ შეგიძლიათ ჩატაროთ. აიღეთ data, აიღეთ mask to former paper და იქნება აი mask-ზე რაც attention mask-ი არის, იგივე რაღაცის გაკეთება შეძლოთ data-ში. ხო? რომ უფრო ჩქარა დატრენინგდეს. ეს საინტერესო research უნდა იყოს. ხო, და ნუ სხვა backbone-ებით არის ნაჩვენები აქ. Resnet 50-ის backbone-ით, რაც კლასიკური მაგალითია და მე swing largest backbone-ით. Backbone ისე და ისე აქ არის სურათის ფიჩრების ამოსაღებად და რა თქვა დეკოდერში. Okay. It's segmentation as processes. Da consequences. არსებობს თუ გაჩვენეთ ეს რომელიღაც სეგმენტაციაზე თუ სწორად მახსოვს. კარგი ის არის. არა, ეს არა. Goni. ერთი გით. ხო, ესე შეიძლება გამოვიყენოთ. ხო, ან სეგმენტაციისას არის სხვადასხვა ლოსები. მაგრამ ყველაზე მეტად ხშირად იყენებენ არის, ну, ჩვეულებრივი cross entropy რა თქმა უნდა.
ან ასევე იყენებენ dice loss და tversky loss. Dice loss-ი არის თვითონ ამ master former-ის ტრენინგისას გამოყენებული. თუ ჩაიხედავთ აი criteria-ში ჩავხედავთ აქ მოდი მაგრამ რომ გვაქვს. აგერ dice loss-იც ერთ-ერთი dice loss-ი იყენებენ და cross entropy-საც იყენებენ, ხო, sigmoid cross entropy-საც იყენებენ, ანუ ამ ორი loss-ის გაერთიანებას ერთად იყენებენ, რომ loss-ები დათვალონ. და ნუ ალბათ ოლიმპიადა ხო არ ცდილობს არის. ოლიმპიადა? ხო, აი როგორც წინ წელს. EOI იქნება 2 აგვისტოს წელს. 2 აგვისტო, ოკეი, დრო არის. ხო, ალბათ თუ თქვა სეგმენტაციის task-ი მოგივიდათ იქ. ალბათ ერთ-ერთი პლუსია შეიძლება გააკეთოთ სხვა გუნდებთან შედარებით, არის რომ dice loss გააკეთოთ მაგალითად, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ რა როგორ იქნება. ინტერნეტზე არ გაქვთ ყოველი ცდომა. არა, თვითონ სამუშაო გარემოში არა. როგორ? სამუშაო გარემოში არა. Docs. დოკუმენტაცია გვაქვს ანტონი ამბობს. Docs is torches tours. Okay. ხო, თქვენ ახლა ის სკოლაში ვართ თუ უნივერსიტეტში სწავლობთ? ნუ მე და ანტონი სკოლაში ვართ ტექნიკურად, მაგრამ მე უკვე ჩავაბარე უნივერსიტეტში. მეჯრა როგორ იქ? ნაადრევ decisions-ზე გავაგზავნე და მიმიღეს და. უცხოეთში, ხო? კი. ხო, მეგონა. აქთან გამიკვირდა. ხო, ოკეი. 12 კლასში ხარ ესე, ხო? თუ 12. კი, 12 კლასში ვარ. ოკეი, შვენიერ. კაი. მაშინ რავი, დღეს დავიშალოთ რამე კითხვა თქვა გაქვთ? ჩვენი შემდეგი შეხვედრა იქნება მარტის შუარიცხვების მერე, სწორად მახსოვს diffusion მოდელებზე, flow matching-ზე ვისაუბრებთ. თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ დავშალოთ. მადლობა. ჩვენი მადლობა. აი, მაშინ კარგად.